საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. კანონ პროექტს დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე წარუდგენს. ცვლილებათა პაკეტით უცხოელთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. კერძოდ, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ახალი სახე იარსებებს, რომელიც საქართველოდან გაძევებას და განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვას გულისხმობს. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის წარდგენილი კანონის პროექტით სასჯელის სახით დანიშნულ საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით განსხვავებული ვადებით გინდება. კონკრეტულად ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უცხოელს შეიძლება დაენიშნოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით. მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი 5-დან 20 წლამდე ვადით. ასევე დაგეგმილია ჯარიმების გაზრდა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, რომელიც სხვადასხვა კანონში ცვლილებებს ეხება, უკავშირდება ერთადერთ რამეს, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან და გავაკონტროლოთ უკანონო მიგრაცია, თქვენიც რომ სამწუხაროდ უკვე ათასობით მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში იმყოფება არალეგალურად და ეს კანონმდებლობაც აქეთკენ არის მიმართული, ისევე როგორც არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოჩენილი ოპოზიციის მიტინგზე, მათ შორის დაპირისპირებული საქართველოს პოლიციასთან და ჩვენ სწორედ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც აღუდგენს ჩვენს ქვეყანას იმ გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, რომელიც ხდება ჩვენს გარშემო, მნიშვნელოვანია რომ პოლიციას და სახელმწიფოს კონდეს შესაბამისი კანონმდებლობა და შესაბამისი ბერკეტები, რომ უკეთ დავიწყოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.